როგორ შევაყვაროთ წიგნის კითხვა შვილებს? როგორ და წიგნის კითხვით. აი, თქვენ თუ წაკითხული გაქვთ, ან ფილმი მაინც თუ გინახავთ, გლახის ნაამბობი. გახსოვთ ერთი მომენტი მინდა გაგახსენოთ. გაბრო დათიკოსთან ერთად, დათიკო ერქვა ხო იმი? დათიკოსთან ერთად ჩადის ქალაქში, დათიკო სასწავლებლად მიდის. დათიკოსაც გაბროსაც წაიყვანენ, იმიტომ რომ დათიკო გაბროს გარეშე რაღაცა ვერ არის კარგად. გაბრომ კითხვა არ იცის და ძველად კითხვა ბერმა არც იცოდა ბავშვი. და ეს გლეხის შვილი იყო და იქ ხედავს რომ ერთი ბიჭი ზის და წიგს კითხულობს და ხან ჩაფიქრდება რაღაცა ესე რაღაცა ტყობა სერიოზული ნახა, ხან გაეღიმება, ხან იცინის და გაბრო ხდება რომ რაღაცა დიდებულს ეხება იქ შიგნით ამ წიგნში. რა ეგრე ხან გაახარებს, ხან დააფიქრებს, ხან და გაბრო ეუბნება რომ იქნებაო მეც მასწავლო. ის ბიჭი ეუბნება მე ვერ გასწავლიო, მაგრამ აქ არის ერთი მასწავლებელიო და იმასთან მიგიყვანო და ამასაც მიიყვანენ და ის მერე ვეფხის წყალსანს რომ უკითხავს სასწავლის. რატო ვამბობ? ჩვენ თუ შვილი დაგვინახავს რომ რაღაცას აესე ვკითხულობთ, რაღაცა ძალიან მოგწონს, რაღაცაზე გვეღიმება, აუცილებლად ეგრე იქნება. ახლა სულაც ნოდარ დუმბაძის იმას კითხულობდი ამას წინათ. მე ვხედავ მზეს და იქ შეუძლებელია ხან ტირილი არ მოგინდეს და ხან სიციც. ხო და მაგას რო კითხულობ და ვიღაც რო გიყურებს, ხო ხდება რომ რაღაცა მაგარია იქ. არ არსებობს მე ერთი რაღაცა მჯერავს. აი რო ამბობენ ხოლმე ბავშვებს წიგნის კითხვა არ უყვართ. ეგეთი რამის არ მჯერავს, მაგრამ რის ამჯერავს? ეტყობა იმ ბავშვმა თავისთვის საინტერესო წიგნს ვერ მიაგნო. ყველას ინტერესის სფერო ერთ და იგივე ხო არ არის? ვიღაცას დეტექტივი მოსწონს, ვიღაცას რომანი, ვიღაცას სადავ გადასავლო და ასე შემდეგ. რო იპოვი იმას, შენ რომ მოგწონს, რომ დაგაძალონ იმას ხელიდან ვერ გაგაგდებინებ. მაგრამ თუ ჯერ არ გიპოვნია, მაშინ შეიძლება ვიღაცამ თქვა შენზე, რომ არ უყვარს წიგნის კითხვა. წიგნის კითხვა ყველას უყვარს. თუ იპოვა სათავისო. ჩვენ უბრალოდ უნდა ერთი რომ მაგალითი მივცეთ და მეორე მივახმაროთ. უპოვოთ სათავისო წიგნი. მას ჩემი რჩევა ეს იქნება. როგორ ვიპოვოთ შვილთან ურთიერთობის ოქროს წესი, ისე რომ მეგობრობაც გქონდეს და თან მშობლის როლიც, რადგან შვილებს აკრძალვები არ უყვართ და სიმკაცრეო. რა ვქნათ, აბა როგორ ვიპოვოთ ახლა? ეგ შვილებს უნდა ვკითხო. უნდა ვიმეგობროთ. ოღონდ მეგობრობა, ახლა მეგობრობაში როგორ არის, რომ რთული საკითხია, ეგრე მარტივი არ არის, მაგრამ ახლა ნახეთ როგორი ამბავია. გააჩნია ასაკს. გააჩნია თვითონ შვილს, გააჩნია კიდე ამ ურთიერთობას. ახლა როცა აი ახლა თან ისეთი დროა, რომ ღვინო ახალი დაწურული აქვს ხალხს. ახლა უკვე მაჭარი აღარ არის, მაგრამ როცა მაჭარია, არ შეიძლება იმას თავი დაახურო. რა მოხდება, იცი? გახეთქავს. ღვინოთ დაიკარგება, ის ბოცაკი და გატყდება და აღარ ივარგებს. როცა დუღს ცოტა უნდა მოუშვა. თორე გააფუჭა. აი წარმოედგინეთ, მე ერთხელ მოძღვარმა ესეთი რაღაც მითხრა. ოღონდ ის მითხრა მოძღვარსა და სულიერი შვილის ურთიერთობაზე, მაგრამ ეს მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. აი წარმოედგინეთ, ახლა მშობლებისთვის ალბათ ეს მშობლის დაწერილი შეკითხვა. ცხენზე რო იჯდე და აღვირი, რითაც შენ ცხენს მართავ, რო იყოს, აი დამპალი რო იყოს. დამპალი რას ნიშნავს, რომ უცბად თუ მოკაჩავ, შეიძლება გაწყვიტო. და მე ვეღარ მართავ იმ ცხენს. მომართალი. აი შვილთან ურთიერთობაც რაღაც ამას გავს. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. არ შეიძლება რაღაც აი უცბად რაღაცა აფეთქდე და კიდე რისი თქმა მინდა იცით? არა მარტო შვილთან, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა მე შევადარებდი ასეთ რაღაცას, რომ აი წარმოედგინეთ, რომ 100 გასაღები რო გქონდეს, 100 გასაღები და ერთი კარები იყოს გასაღები. ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ?
არ ვიცით რომელი გასაღები აღებს. რა ჭირდება იმას, რომ ყველა მოსინჯო? დრო, ნერვები, მოთმინება, ხო ჭირდება. მაგრამ ჩვენ მშობლებს სამწუხაროდ, აი ხა მე ჩემ თავზე ვამბობ ბავშვებო. არ გეგონოთ რომ თქვენ მშობლებზე ვლაპარაკ. ჩვენ რა გვინდა იცით? ამოგვივა ყელში აი 35 გავსინჯეთ და არ მიდის და რა აიღებ და რაღაცით შეამტრა. და რა გამოდის? აღარც ლიტე ვარგა და აღარც გასაღები და აღარც კარები. ანუ ჩვენ უცბად გვინდა რომ მოვაგვაროთ. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, დაელაპარაკოს, აუხსნას, რატო არ არის ეს კარგი. მარტო ის კი არა რომ შვილო ეს არ გააკეთო. აუხსნა უნდა დაუჯდე, დრო გამოყო, მოეფერო, დაარიგო. ის დარიგება გამოიღებს შედეგს. ეხლა გუშინ ბავშვები იყვნენ აქ ჩვენი ერთ-ერთი სკოლიდან, მეშვიდე სკოლიდან, ისინი მეკითხებოდნენ რომ სისტემატურად უნდა ჩაერიოს თუ არა მშობელი ბავშვის ცხოვრებაში. ერთი ის რომ მშობელი ჩაერევა, იმიტომ რომ უყვარს და ვერ იზავს ისე რომ არ ჩაერიოს. აი რო გიყვარს და რო ხედავ რომ ის ცუდად შეიძლება დამთავრდეს ის რაღაცა, როგორ არ ჩაერევ. მაგრამ იქ ზომიერებაა საჭირო. ზოგი, ესე იგი, უკვე ცოლშვილი რო ყავს, მაშინაც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ სხვანაირად ეს უხდება. იქ მაშინაც ცხვირს ყოფს. და იქ აღარ ეხება უკვე იმას. შეიძლება რაღაცა ურჩიო. რაღაცა გააკეთო, მაგრამ ზოგს ძალიან მეტი მოსდის. ისე რომ აი